მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. რაც ხშირად არ ხდება ჩემს არხზე, იმიტომ რომ უფრო ვცდილობ ზოგადი გაშლები ჩავწერო ხოლმე, რადგანაც სასიყვარულო სფერო მაინც უფრო ძალიან ინდივიდუალური, ამასაც ვწერ ხოლმე ვიდეოებს, მაგრამ ერთ-ერთმა გამომწერმაც დამიკომენტარა, რომ გთხოვთ ჩაწეროთ გაშლა საკითხზე ის და მე. ასე რომ ეს გაშლა ეძღვნება მათ, ვისაც ყავთ ან კონკრეტული პარტნიორი, ან ისეთი ადამიანი, ვისთანაც გაინტერესებთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა, ხო? ან რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, ან რა მოიმოქმედოთ მაგალითად ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასე რომ ვისაც ყავთ ასეთი ადამიანი, ჩასაფიქრი, ვისაც გაინტერესებთ მოსმენა, ეს გაშლა არის თქვენთვის. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაშლა არის საჯარო და ზოგადი. შესაბამისად, ინფორმაცია არის ზოგადი, განზოგადებული. იმისათვის, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია იყოს მორგებული თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე, ამისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გაკეთდეს ინდივიდუალური გაშლა თქვენს სიტუაციაზე უკვე. და ვისაც გექნებათ სურვილი, გელოდებით ჩემთან ტარო სესიებზე, ასევე აკაშის ქრონიკებთან დაკავშირებით, ვისაც გაქვთ კითხვები სამყაროსთან და ვისაც გაინტერესებთ სხვადასხვა პასუხების მიღება სხვადასხვა საკითხთან კიდევ ერთხელ, ხო, ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჩაეწეროთ სესიაზე ჩემს კოლეგასთან სოფოსთან. ასევე თუ როგორ დაგვეკავშირდეთ აკაშის ქრონიკებთან ან ტარო სესიასთან დაკავშირებით, ყველა ინფორმაცია მოცემული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში და ზოგადად YouTube არხის აღწერაშიც არის ყველაფერი. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ამ შაბათს გვექნება ლომის კარიბჭის დღე 08:08 სარკისებრივი თარიღი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მთვარის ფაზა არის ისეთი, სადაც მთვარე ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ, კვდება, სანამ ახალ მთვარეში გადავალთ და არაჩვეულებრივი ფაზა და პერიოდია იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც გვაწუხებს შინაგანად და ჩვენს ცხოვრებაში, რომ გავუშვათ და გამთავისუფლდეთ. შესაბამისად, ამ დღისთვის და ამ დღის გამო, ამ დღის სპეციალური ენერგიის გამო, ჩვენ გავაკეთებთ ვორქშოპს მე და სოფო დინებას პროექტის ფარგლებში ისევ, დინებას გვერდზე Instagram-ზე შეგიძლიათ იხილოთ და აქაც მაქვს პოსტი ამ ვორქშოპთან დაკავშირებით, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ სრული ინფორმაცია. ხო, ასე რომ ვისაც დაგაინტერესებთ, გელოდებით ამ შაბათს ვორქშოპზე. დეტალები, ფასი, რამდენხნიანი, რა ვორქშოპია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ უკვე იხილოთ პოსტში. აქ არის მითითებული ინფორმაცია და თვითონ Instagram-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, ვინც ხართ იქ, ნახავთ. ხო, ეს მინდოდა ასე გამეხმაურებინა, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, თან ბუნებაში ვიქნებით და ძალიან საინტერესო საღამო გველის. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ტარო სესიას. დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ. ანდასტას ჯერ გადავდებ. მოდი დავიწყოთ თქვენით და ამ კონკრეტული ადამიანით, ხო? გთხოვთ, რომ ფოკუსირდეთ იმ ადამიანზე, ვიზეც გაინტერესებთ ამ გაშლის მოსმენა. თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რა ნაბიჯებს გადადგამს და ზოგადად პერსპექტივა თქვენი ურთიერთობის. ფოკუსირდით ამ კონკრეტულ პიროვნებაზე. და მე სიგნიფიკაციის ხრივ, რომ უფრო მიხვდეთ თქვენია ეს გაშლა თუ არა, გავაკეთებ ასეთ მიმოხილვას, მოკლე მიმოხილვას, რა თქმა უნდა, რა ხდება ახლა თქვენს შორის. როგორი ენერგიები ახლა თქვენს შორის, თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის, ხო? ეს დაგვეხმარება იმისთვის, რომ მივხვდეთ თქვენია ეს გაშლა თუ არა და თქვენც რომ მივხვდეთ თქვენი ეს გაშლა კიდევ ერთხელ განმეორდები თუ არა. კარგი, დავიწყოთ, ხო? რა ხდება თქვენს და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს შორის. დავიწყოთ. ოკეი, რა ხდება და აქ პენტაკლების დედოფალი არის თავის სამფლობელოში.
აქ ბევრი რაღაც არის, რაც თქვენ გინდათ რომ უთხრათ იმ ადამიანს, შესაძლოა ბევრს კონდეს პაუზა ამ ადამიანთან, ან პაუზა, ან ურთიერთობა აღარ ვითარდება, ვეღარ ვითარდება, ხო? აქ რამოდენიმე ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ და უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელია მორგებული თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე, რადგან საჯარო გაშლა. აქ ბევრი რაღაც გინდათ ამ ადამიანს რო უთხრათ. შესაძლოა აქ იყოთ გაბრაზებული ამ ადამიანზე, ხო? შესაძლოა ისეთი რაღაცა გააკეთა ამ პიროვნებამ, რაც თქვენ არც ისე მოგეწონათ და თქვენ ეგრევე რაღაც ის პოზიცია დაიკავეთ, რომ მე აქ არავის თავს არ დავაჩაქრინებ და სანამ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგა, მე არაფერს არ მოვიმოქმედებ, ხო? შესაძლოა ზოგი აი ამ პოზიციაშია. და ზოგადად ამ ადამიანთან ამ ეტაპზე არც ისე სტაბილური სიტუაციაა, იმიტომ რომ იგრძნობა აქ ფრუსტრაცია, ბრაზი, გაბრაზება, წყენა თქვენს მხრიდან ან იმ ადამიანის მხრიდან, ან საერთოდ ორივე მხრიდან და არის სიცივე. თქვენ შორის შესაძლოა იყოს სიცივე ემოციური, იყოს კომუნიკაცია, მაგრამ იყოს სიცივე ემოციური, ან უბრალოდ პაუზა და არანაირი კომუნიკაციაც არ იყოს თქვენ შორის. რატომ ხდება ეს თქვენს შორის ახლა? რატომ ხდება და ვერ მოხდა ის რომ ორივეს ერთად მიგვეღო გადაწყვეტილება ერთად ყოფნასთან დაკავშირებით. ერთად ყოფნაში გულისხმობ ან ფორმატს, ან ერთნაირ ინტერესებს ურთიერთობაში და მოთხოვნებს, ან ფიზიკურადაც, ხო, რომ ერთ ქვეყანაში ვიყოთ, ან შევხვდეთ ერთმანეთს მაგალითად. როგორც მაგალითი. ვერ მოხდა შეჯერება ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნა ის გადაწყვეტილება, რაც ორივესთვის იყო მწარე და მტკივნეული. აქ ვერ მიხვედით რაღაც კომპრომისამდე ან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ აგვერჩია ერთმანეთი. შესაძლოა თქვენ ორივემ ვერ აირჩიეთ ერთმანეთი, ან არ აირჩიათ, ან ერთ-ერთმა თქვენგანმა არ აირჩია ის სიტუაცია, დებულება, ან მოცემულობა, რაც იყო თქვენ შორის, ან რისი სურვილიც გქონდათ თქვენ მაგალითად, ხო? არჩევნის გამო. ესე იგი აქ არჩევანი არ გაკეთდა. ხო, არჩევანი არ გაკეთდა იმ მიმართულებით, რაც მაგალითად თქვენ გინდოდათ. შესაძლოა ადამიანმა თქვა, რომ აი მე სხვა გეგმები მაქვს. მე ახლა წავალ სამოგზაუროდ. ან მე რაღაც სხვა პრიორიტეტები მაქვს ახლა ჩემს ცხოვრებაში. ან თქვენ უთხარით ადამიანს, რომ იცი, აი მე ახლა მემგზავრები და ამისთვის ახლა არ მცალია. ნუ ერთი სიტყვით აქ მთავარი ის, რატომაც ხდება ის, რაც არის ახლა რა, როგორი ენერგიაც არის ახლა თქვენ შორის, მიზეზი ამის ის არის, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა იმის მხრივ, რომ აი ერთად განვავითაროთ სიტუაცია, არამედ ჩემ თავზე ვიფიქრებ, სხვა სიტუაციებზე ვიფიქრებ, სხვა პრიორიტეტები მაქვს მე ახლა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს თქვენთან ყოფნა არ უნდოდა, იმიტომ რომ აქ მტკივნეული საკითხია ეს მისთვის ძალიან მწარე, მტკივნეული გადაწყვეტილება იყო და შესაძლოა ახლაც კი მტკივნეულად განიცდიდეს ამას. მოდით მაშინ ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენზე, ხო? სინამდვილეში. რას ფიქრობს? ფიქრობს. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. აქ განსაკუთრებით შესაძლოა ღამით უფრო მეც ფიქრობდეს კიდევ, თუმცა როიანი პენტაკლების მიხედვით სულ ფიქრობს. და აქ არის ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი კითხვა თქვენს მიმართ. აი შინაგანად აქვს იმის განცდა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რაც მე ბოლომდე ვერ გავიგე და შესაძლოა ხშირად ფიქრობდეს აი ამ საკითხზე, აი რა მოხდა ისეთი, ან რას ვგრძნობ მე ისეც, რაც არ მასვენებს ამ ადამიანის მიმართ, ხო? ბევრს ფიქრობს თქვენს მიმართ და აქ ისიც არის, რომ გამოჩენაც შესაძლოა უნდოდეს თქვენს მიმართ. ესე იგი, შენ ძალიან ბევრს ფიქრობ ჩვენს მსმენელზე და მაყურებელზე და მის მიმართ გამოჩენაც ხმლების მეფე, King of Swords, მისი თვით ხმლების მეფე მოვიდა აქ პირდაპირ. კი, ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე და კიც უნდა თქვენთან გამოჩენა. ბევრისთვის სტერეოტიპულად თუ მივყვებით, შესაძლოა საერთოდ იყოს ყოფილი. ან ისეთი ადამიანი, ვინც ყოფილების სიაში ჩასვით, ან შესაძლოა აღარ ეკონტაქტებოდეთ მას ისე აქტიურად, ხო, მაგრამ ეს კონკრეტ თვითონ ეს პიროვნებაც აქ ამოვიდა. ვისთვისაც ყოფილი არ არის, არც ყოფილია და არც აწმო არ არის და გაურკვეველია, უბრალოდ ასეთი პიროვნებაა, ხო, ხმლების მეფე თქვენთვის ამ შემთხვევაში. კი, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, კი. კიდევ რას ფიქრობ, აბა? 5 კვერთხების მეფე. ძალიან უნდა შერიგება თქვენთან ამ ადამიანს. ამ ადამიანს უნდა თქვენთან საუბარი. უნდა ამ ყველაფერზე საუბარი თუ რაც მოხდა თქვენ შორის, ხო, რატომაც არ არის გაგრძელება თქვენი სიტუაციის, მას უნდა ქმედება, მას უნდა. ესე იგი შენ გინდა იმოქმედო. კი,
ხმლების რაინდი უნდა, ძალიან უნდა რომ იმოქმედოს, კი? რატომ გინდა რომ იმოქმედოს? იმიტომ რომ მოწონხართ, ვნება აქვს თქვენს მიმართ, ბევრი მიზეზია იმისი თუ რატომაც უნდა რომ იმოქმედოს. მიაჩნია რომ უნდა გავერკვეთ, უნდა გაირკვეს ეს სიტუაცია, უნდა გადაიჭრეს, საბოლოო წერტილი უნდა დაისვეს, ან საბოლოო საუბარი უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა გაირკვეს. პლუს მოწონხართ, მიზიდულობა აქვს, უნდა რომ სიტუაცია განვითარდეს, არ უნდა ამ სიტუაციის შეჩერება. შენ ემოციები გაქვს. ცხრიანი პენტაკლები, ემოციები აქვს კი არა, ძალიან მოწონხართ ამ ადამიანს. თქვენ მისთვის ხართ, ყველაზე საუკეთესო ესეთი ამ შემთხვევაში აქ გენდერს რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქ ქალი, ხო? ისეთი ქალი, რომელიც სასურველია ჩემთვის, ისეთი ქალი, რომელიც მინდა რომ დავიპყრო და მივიპყრო მისი ყურადღება. ასე რომ კი, ამ ადამიანისთვის თქვენ ძალიან აქტუალური ხართ. რას გრძნობს სინამდვილეში ეს ადამიანი თქვენს მიმართ? დაპყრობას. ვნება აქ ისევ იკვეთება, მაგრამ აქ ბევრი ისეთი ემოციაა, რაც თვითონ შესაძლოა ბოლომდე არ იცოდეს. კიდევ რას გრძნობ, აბა? ძალიან მოწონხართ. კვერთხების დედოფალი, ძალიან მოწონხართ ამ ადამიანს, ძალიან სექსუალურ ქალად მიაჩნი ხართ, დიდი მიზიდულობა აქვს, დიდი ლტოვა თქვენს მიმართ, მოწონება, შეყვარება, რომანტიული ემოციები, ეს ყველაფერი არის მასში. თუმცა აქ ისიც არის, რომ როგორ რაღაცა იცი, ამ ყველაფერს გრძნობს, მაგრამ ვერ აცნობიერებს ზუსტად რას გრძნობს, რადგანაც ეშინია ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ შესაძლოა გადაიტანა მის სასიყვარულო სფეროში, რის შედეგადაც უფრო ისეთი დახურული პოზიცია აქვს და ფიქრობს, რომ ეს არის ზედმეტი თავის ტკივილი. აქ არის მისი შიშები, აქ არის შიში, რომ დაარღვიოს მისი პირადი საზღვრები, გადააბიჭოს, უნდობლობაც არის, შესაძლოა უჭირდეს, რომ გენდოთ მაგალითად, ხო, მისი პირადი ისტორიებიდან გამომდინარე. კარგი, მოდი ვნახოთ, თქვენ რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ სინამდვილეში? თქვენ ძალიან მოგწონთ ეს ადამიანი და აქ მოგწონთ კიდე ისეთი ნათქვამია, ყველაზე ნაკლები ნათქვამია, ბევრს შესაძლოა განიცდიდეს სიყვარულს ამ ადამიანის მიმართ. ბევრი უყურებდეს ამ პიროვნებას, რომ ეს არის თავარი პიროვნება ჩემს სასიყვარულო სფეროში. ეს არის თავარი კაცი ჩემს სასიყვარულო სფეროში, ვინც მომწონს, ვინც მიყვარს, ვისთანაც მინდა პარტნიორობა. ამ ადამიანში თქვენ ხედავთ პარტნიორს და დიდ პერსპექტივას. თქვენთვის ეს პიროვნება ძალიან ბევრია. ძალიან ბევრ რაღაცას ხედავთ ამ ადამიანთან. და თვითონ ეს მამაკაცი, თვითონ ამ მამაკაცის თვალებით ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენს მიმართ აქვს ეს ემოციები, როგორც თქვი, მაგრამ მისთვის, როგორი რაღაცა ხართ, იცი? მოვალ და წავალ. ახლა აქ ავარ და მერე წავალ ჩემს საქმეებს. რაღაცა ეგოცენტრული მომენტია აქ. თქვენ როგორც ხედავთ მასში პარტნიორს, აქ ეს ადამიანი ვერ ხედავს ან არ ხედავს, იმიტომ რომ თავის საკუთარ თავზეა გადართული აქ. უფრო მეტად ბევრს საკუთარ თავზე ფიქრობს, საკუთარ გრძნობებზე ფიქრობს, საკუთარ ემოციებზე ფიქრობს. აქ შენ გეშინია. კი? პენტაკლების მეფე, კი ბატონო, აქ ეშინია, რომ პენტაკლების მეფის როლი მოირგოს. რას ნიშნავს ეს? აიღოს პასუხისგებლობა, თქვას, მე მინდა ეს. всё, მე მინდა ეს. მე მინდა მაგალითად არ ვიცი, პირობითად ოჯახი, ან მინდა ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობა, ან მე მისჩემნია სამსახური ავირჩიო, ხო? არ ამბობს ეს ადამიანი და თავისი ქმედებებით კიდე უფრო გაურკვევლობაში გაგდებთ თქვენ. საკმაოდ ისეთი პიროვნება რაღაც მომენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც მის ქცევაში, სასიყვარულო სფეროში და ემოციურადაც ჩამოუყალიბებელი შესაძლოა იყოს, რადგანაც უფრო მეტი აქცენტი აქვს საკუთარ თავზე. მე, თქვენზე არა, თვითონ საკუთარ თავზე და თქვენ მასზეც ფიქრობთ და თქვენს თავზეც ფიქრობთ და კიდე უფრო მეტად ისე უყურებთ ამ სიტუაციას მასშტაბურად, ვიდრე თვითონ ეს ადამიანი. კარგი. გავწევ ახლა კარტებს მე აქ. რისთვის მოვიდა ეს პიროვნება თქვენ სასიყვარულო სფეროში? რომ დაასრულოთ თქვენი ტრამვები სასიყვარულო სფეროში, რაც გქონდათ ეს მწარე სცენარები,
ტოქსიკური სცენარები, მიჯაჭვულობები, დამოკიდებულებები, სამკუთხედი, ოთხკუთხედები, ხო, ვისაც აქვს. აი ეს ყველაფერი მძიმე, რომ საბოლოოდ დასრულდეს თქვენ სასიყვარულო სფეროში. როგორ პარტნიორებსაც ირჩევდით? თქვენ როგორც იქცეოდით სასიყვარულო სფეროში, ხო, რომანტიულ ურთიერთობებში მამაკაცებთან, ან ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებში. როგორ მოთხოვნებსაც უყენებდით მეორე ადამიანს. თქვენ როგორ აღიქვამდით საკუთარ თავს? აი ამ ყველაფრის დასასრულებლად, ოღონდ დასასრულებლად ნეგატივის. იმიტომ რომ აქამდე ძალიან რთული სიტუაციები გამოიარეთ თქვენ სასიყვარულო სფეროში და ეს ძალიან მწარე იყო თქვენთვის. ეს ადამიანი მოსულია იმისთვის, რომ საბოლოო წერტილი დაუსვას ამ ყველა დრამატულ მტკივნეულ ისტორიას თქვენს სასიყვარულო სფეროში. კიდევ რისთვის მოვიდა ეს ადამიანი თქვენ სასიყვარულო სფეროში? რომ გასწავლოთ. რომ გასწავლოთ თქვენს ემოციების შესახებ უფრო მეტი, რომ გასწავლოთ არჩევანი, რომ თქვენ უფრო მეტად აირჩიოთ ის, რაც თქვენ გულით გინდათ, რაც თქვენ გულით მოგგწონთ, განგავითაროთ. კიდევ ერთობისთვის, აქ არის ურთიერთობის პერსპექტივაც, სიყვარულისთვის, ვნებისთვის, სიხალისისთვის, ახალი ემოციები რომ მოვიდეს თქვენ სასიყვარულო სფეროში, რომ იგრძნოთ თავი ცოცხლად, რომ იყოს დინამიკა. ხო, აი ამ ყველაფრისთვის გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს სასიყვარულო სფეროში. კარგი, დავნახოთ და რა პერსპექტივა გაქვთ რეალურად ამ ადამიანთან სასიყვარულო სფეროში. სამივე მაღალი არკანია. აქ პერსპექტივა მასშტაბურია, მინდა ვთქვა. აქ არის პერსპექტივა. აქ ეს თქვენი კონექტი ამ ადამიანთან ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ორივესთვის, თქვენთვისაც და მისთვისაც. აქ არის პერსპექტივა, რომ ურთიერთობა განვითარდეს. აქ ვიტყოდი ასე, ნებისმიერ ამის პერსპექტივაა. უბრალოდ აქ გაჩნია იმას, რა დონემდე გადახარშავთ ორივე თქვენ ამ ისტორიას, ხო? რა დონემდე შეხედავთ და ჩაუღრმავდებით. რაც უფრო არასტანდარტულად შეხედავთ და ჩაუღრმავდებით ამას, არასტანდარტული რაკურსიდან და კუთხით, და რაც უფრო ისე შეხედავთ, რომ აი რა ვისწავლე, რას მასწავლის ეს ადამიანი, და არა ის, რომ ვაიმე, ჩემი ცოდვა მოგეცა და რატო და რისთვის და რას მერჩის სამყარო და ამ ტექსტებით ბუნებრივია ვერა, მაგრამ თუ თქვენ იმას დაინახავთ აქ, რომ აი რას მასწავლის მე სამყარო ამ ადამიანის გამოჩენით, ან რას მაჩვენებს ეს ადამიანი საკუთარვე თავში მე, ხო, აქ ბუნებრივია იქნება პერსპექტივა. თუ ის ადამიანიც იმავე რაღაცას მოიმოქმედებს, ხო? თუ ორივე დაუკვირდებით, შეხედავთ ამ ურთიერთობას, საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ბუნებრივ აქ იქნება პერსპექტივა. მაგრამ უფრო მაინც არის პერსპექტივა. უმრავლესობისთვის ამ ურთიერთობის პერსპექტივა მაღალია. უმრავლესობისთვის. არის აქ დიდი პერსპექტივა, კი. რა უნდა იცოდეთ მაშინ აი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა ისე წარმართოთ, რომ იყოს პერსპექტივა. აქ უნდა იცოდეთ ის, რომ იმისთვის, რომ ამ ურთიერთობამ გაქაჩოს, ასე რომ ვთქვათ, და განვითარდეს და ეს პერსპექტივა შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ ელოდოთ მისგან ემოციებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იპოვოთ ეს ემოციები თქვენში, რომ თქვენ თვითონ აივსოთ საკუთარი თავი. არ იყოთ მსხვერპლი მისი, რომ აი მე აქა ვარ და გელოდები, ხო, ეს ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გვიყვარდება და აქ მნიშვნელოვანი რომ რა თქმა უნდა გქონდეთ ემოციები იმ ადამიანის მიმართ. გამოხატეთ, ხო? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მაგრამ იფიქრეთ საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ემოციებზე. აი თქვენ თვითონ ჩაიხედეთ თქვენს შინაგან სამყაროში და იქ იპოვეთ პასუხები და არა გარეთ ეძებეთ პასუხები. თქვენ თვითონ აივსეთ საკუთარი თავი, შესვით ის ემოციები, რაც გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან სიღრმისეული სამყარო გაქვთ. ცხრიანი და ცხრიანი, თან ორივე ცხრიანია. ძალიან სიღრმისეული სამყარო გაქვთ. ძალიან ღრმა ადამიანები ხართ, ვინც მისმენთ აქ, ხო? ძალიან ისეთი ფაქიზი ძალიან სენსიტიურები და ფაქიზები ხართ ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერები არ ხართ, ძალიან ძლიერები ხართ. უბრალოდ უფრო მეტად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, უფრო მეტად მოусმინეთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს და არ ჩაეპოტინოთ ამ ადამიანს და ის უფრო მეტად მოვა მერე თქვენთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აქ განავითარეთ საკუთარი თავი.
ბორბალი, the wheel of fortune. განავითარეთ საკუთარი თავი, ხო? აქ რას გულისხმობთ? გამოდით ძველი სცენარებიდან. აი აქამდე ურთიერთობებში როგორც იქცეოდით, დაანებეთ იმას თავი. იმავე როლებს ნუირგებთ. ის როლები მოძველდა, ის შეხედულებები მოძველდა, იყავით უფრო მეტად მოქნილები, გაეხსენით სამყაროს, გამოხატეთ საკუთარი თავი, აჩვენეთ სამყაროს თქვენი ინტუიცია, აჩვენეთ სამყაროს თქვენი ემოციები. გამოავლინეთ ეს ყველაფერი. ნუ გიჭირავთ ეს ემოციები შიგნით და ნუ იხარშებით ამ ყველაფერში. ჩადეთ რამეში, შექმენით რაღაცა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. ანუ ასე გრუბად რო ვთქვათ და მოკლედ რო ვთქვათ, უფრო ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. დედოფლის არკანი. კი ბატონო, თქვენში არის მთელი სამყარო დამალული. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი ის შექმნათ და ნებისმიერად, აი ისეთი ცხოვრება მოიწყოთ და ისეთი რეალობა შეიქმნათ, როგორცაც ოცნებობთ, როგორცაც იმსახურებთ. ამიტომ დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. აქ ძალიან ფემინური ენერგია, უფრო მეტი კავშირი საკუთარ ფემინურ მხარესთან, საკუთარ ინტუიციასთან, ეზოთერულობასთან, სულიერებასთან, ბუნებასთან, ცხოველებთან, ცხოვრებასთან, შექმნასთან, აი ამ ყველაფერთან, ხო? შექმნა შესაძლოა იყოს აქ ბიზნესით, საკუთარი ბიზნესის შექმნა, საკუთარი პროექტის შექმნა, ხო? ჩადოთ ენერგია, რაც ძალიან ისეთი გაქვთ, სიუხვის ენერგია, ფემინური ენერგია, რაშიც ჩადებთ, ორმაგს მოგიტანთ, მაგრამ გააჩნია როგორ ჩადებთ, რა განზრახვით ჩადებთ ამ ენერგიას, რა განზრახვა გექნებათ ამ ყველაფერთან, ყველაფრის უკან, ქმედებების უკან, ხო? ასე რომ უფრო მეტად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, სხეულზე, შინაგან სამყაროზე, ვითარდებით და შემდეგ უკვე ბუნებრივად ეს ადამიანი უფრო აქტიურდება თქვენთან დაკავშირებით, ხო? ასე რომ ასეთი არჩევა თუ რა მოიმოქმედოთ, რომ ამ ურთიერთობამ იმუშაოს თქვენთვის და ეს პერსპექტივა რაც გვიჩვენათ არომ, რომ რეალური იყოს ეს პერსპექტივა. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ეს არის ზოგადი და საჯარო გაშლა. იმისთვის, რომ აი დეტალურად, უფრო მეტად დეტალები ვთქვათ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ტაროსესია არის საჭირო. თუმცა ბევრი გამომწერი მიწერს, რომ ისედაც რეზონირებს ხოლმე ჩემი ინფორმაცია, რასაც აქ ვაჟღერებ. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა ბევრს ალბათ ესეც აინტერესებს, რა რეალურ ნაბიჯებს გადმოდგამს ეს მამაკაცი თქვენს მიმართ, ხო? მაგალითად ავიღოთ აი ეს ახლო მომავალი, ახლო მომავალში აქ ვიგულისხმებ 6 დღეს, 7 დღეს, შეგიძლიათ 2 კვირაც იფიქროთ, ხო? მაქსიმუმ 2 კვირა ამ ვიდეოს ჩართვიდან და მოსმენიდან, ხო? კარგი, ამ ახლო მომავალში რა რეალურ ნაბიჯებს გადმოდგამს ეს მამაკაცი თქვენს მოგწერთ. აქ რეალურად არის მის სურვილი, რომ ამ ადამიანმა მოგწეროთ. აქვს მანამდეც ვნახეთ, ხო? აქვს ამ ადამიანს იმის სურვილი, რომ თქვენ შეგეხმიანოთ და მოგწეროთ. უბრალოდ აქ არის რაღაც ისეთი ასპექტი, აი ეს ხუთიანი ხმლები, არის რაღაც ისეთი ასპექტი, რასაც მე ახლა ვეცდები, რომ გავერკვე. კარგი, რას კიდევ ერთხელ, კიდევ რას მოემოქმედებს ამ ახალ შესაძლებლად. არა, მოგწერთ ეს ადამიანი, საკუთარ გრძნობებზე შესაძლოა მოგწეროთ. მაგრამ აქ იქნება რაღაც ისეთი დამალული მანიპულირება თუ არა? მანიპულირება აი როგორი იქნება, იცით? შესაძლოა, ანუ გამოჩნდეს, მაგრამ ხო, გამოჩნდეს, მაგრამ ისეთი გამოჩენა იყოს. აი, შესაძლოა თქვათ, რომ და რა? მომწერა და რა? აი რაღაცა ინფანტილური, სულელური, ხო? ზოგთან შესაძლოა ასე გამოჩნდეს ეს ადამიანი და თქვათ, რომ და რა უნდა ახლა ამას? რაღაც ანკეს რო გადმოაგდებს ადამიანი, აი რაღაცა ასეთი გამოჩენა შესაძლოა გქონდეს. კარგი, რჩევა საერთოდ თქვენთვის ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩევა. არ ჩაფოკუსირდეთ მანდამაინც ამ ადამიანს, მესმის, რომ ბევრს შესაძლოა გქონდეს ის, რომ აი მიყვარს, მომწონს, ან შეყვარებული ვარ, ვერ ვივიწყებ, თუმცა ეცადეთ, რომ აი ამ ადამიანზე არ იფიქროთ, რადგანაც ამას მოაქვს თქვენთვის ტკივილი. გაიხედეთ წინ, ნუიხედებით უკან, გაიხედეთ წინ და გაყევით თქვენს გზას მშვიდად, წყნარად და გამოსაჩენი გამოჩნდება ისედაც თქვენი ღირსი ადამიანი მოვა თქვენთან. ვინც თქვენ შეგეფერებათ, მოვა თქვენთან, არ დაიკარგება და ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ამაზე არ ფოკუსირდეთ. და რაც უფრო არ ფოკუსირდებით, მით უფრო გამოჩნდება თვითონ.
რაც უფრო მეტად ფოკუსირდებით, მით უფრო ჭირს მისი გამოჩენა. კარგი. მოდით ახლა კიდევ ვნახოთ უკვე აქ ორაკულზე რჩევა თქვენთვის ამ ადამიანთან დაკავშირებით. მივიტყოდი აქ მიხედვით საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციას, საკუთარ პიროვნულ განვითარებას, დაკავდით ამით. არ ჩახვიდეთ ამ სიღრმეებში, ამ ადამიანის ფიქრებში, ფანტაზიებში, იქ საიდანაც მე გიჭირთ ამოსვლა, ხო? შესაძლოა ეს ითვალისწინებდეს ხშირ გაშლებსაც. შესაძლოა ხშირად ისმინდეთ ამ ადამიანზე გაშლებს. რომ აი რა იქნება, რას გააკეთებს, რა მოხდება და რაღაც და ყოველ დღე შესაძლოა ხშირად ისმინდეთ ამას და ამას კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება მოაქვს თქვენთვის ამ ადამიანზე და ზოგადად. მაგიტომაც არ უწერ მე ხშირად ამ თემებზე გაშლებს, იმიტომ რომ არ მიმეჩნია ეს სასურველი ჩვენთვის. და კიდევ ერთხელ, პერსპექტივა ამ ადამიანთან. პერსპექტივა აქ კიდევ ერთხელ არის, უბრალოდ ეს პერსპექტივა არ არის მარტივი. ამ პერსპექტივაში არის ბევრი ოცნება. ხო, და შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ აი იდეალურები ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის და რაღაცა, მაგრამ არის აქ რაღაც მაგრამ ასპექტები, რაც აი ესეთია რა, აბრკოლებს ამ პერსპექტივას. თუმცა აქ პერსპექტივაზე კიდევ ერთხელ მანამდეც ვკითხე და პრინციპში ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო ეს პასუხი და ამიტომ აქ ახლა იმას ვიტყვი, რომ ყველასთვის ერთი არ არის ეს პერსპექტივა, რადგანაც გაშლა საჯაროა და ზოგადი. ამიტომაც შესაძლოა მაინც განსხვავდებოდეს, ხო? და კარგი, რა ვიკითხოთ კიდევ აბა. და კიდევ ერთხელ, ზოგადად ამ ახლო მომავალში გამოჩნდება ეს პიროვნება თქვენთან. ოჰო. ეს რა არის? ასე უეცრად გამოჩნდება? ბევრთან შესაძლოა ეს ადამიანი უცაბედად გამოჩნდეს და ზოგთან შესაძლოა აღარ გამოჩნდეს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა თქვას, რომ აი всё რა, დასრულდა სიტუაცია და დასრულდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გამოჩენა, ან არ ფიქრობს, მაგრამ შესაძლოა ზოგმა აირჩიოს ის, რომ აი არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ всё, თქვენ ასე რომ ვთქვათ, მას დაახვევინეთ. ზოგმა ასე, ზოგი შესაძლოა გამოჩნდეს, ხო? აქ შესაძლოა პასუხები განსხვავდებოდეს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა კიდევ ერთხელ. ამიტომ ხო, თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელეთ და მოარგეთ. და კარგი, კიდევ ერთხელ რჩევა თქვენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. მამაკაცი. კარგი, კიდევ რჩევა თქვენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. თქვენ იპოვით თქვენთვის სასურველ პიროვნებას, თქვენს პარტნიორს, თქვენს სასიყვარულო სფეროში მოვა ასეთი ადამიანი, ვინც არის ნამდვილად თქვენი პარტნიორი. ეს იქნება თუ სხვა, ასეთი ადამიანი ზუსტად იქნება, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმედი არ დაკარგოთ, გჯეროდეთ ამისი და გაგრძელეთ ოცნება, მაგრამ თან გაგრძელეთ თქვენი ცხოვრებაც, რომ განვითარდეთ და მოამზადოთ საკუთარი თავი ღირსეული პარტნიორისთვის. ეს იყო ჩვენი მოკლე გაშლა, საჯარო, ვისაც მოგეწონათ გაშლა და რეზონირებს ეს ინფორმაცია თქვენთვის, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა, დამიტოვეთ უკავშირი, ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, სურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ვისაც გექნებათ სურვილი, რომ შემოგვერთეთ ამ შაბათს 08:08-ში ჩვენს ვორქშოპზე, გელოდებით დეტალური ინფორმაცია არის პოსტების კატეგორიაში, ჩემს არხზე აქ YouTube-ზე და ჩემს Instagram გვერდზეც. წარმატებებს გისურვებთ ყველას.